და არა იყო რა. იყო ერთი მოხუცი ქალი. მარტო ხელა იყო. არავინ არ ყავდა დედამიწის ზურგზე. ერთ დროს ლამაზიც იყო, მიმზიდველიც, მთხოვნელებიც ყავდა, მაგრამ რატომღაც მარტო ყოფნა გადაწყვიტა. გადიოდა დრო. ეს ქალიც ნელ-ნელა ასაკში შედიოდა. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ გაღარიბდა და ერთი სახლის სარდაფში, კიბის ქვეშ იყიდა პატარა ოთახი, სადაც მარტო ცხოვრობდა და იხტიბარს არ იტეხდა, რომ ძალიანაც კარგად ვარო. არა, კარგად იყო, ბევრი არაფერი არ ჭირდებოდა, ჩიტივით ცოტა სჭამდა, მაგრამ ძალიან მოწყენილი იყო ხოლმე. ერთხელ კარებზე ხაჭუნი გაიგო. ცოტა არ იყოს შეეშინდა, მაგრამ ხაჭუნი არ შეჩერდა. გააღო კარები და უცებ ფეხის გასაწმენდზე პატარა ლეკვი იწვა. უსაყვარლესი პატარა ლეკვი. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი კარგი იყო, რომ ამ ქალს გულში უცებ სიხარული ჩაეგუება. გაუხარდა და უცებ გაახალგაზრდავდა. უცებ ბავშვივით აღტკინდა და ჩაიხუტა და უთხრა, მე და შენ აწი ერთად ვიაროთ ცხოვრების გრძელ გზაზეო. მართლაც გადიოდა წლები, ერთმანეთს უვლიდნენ, ერთად დადიოდნენ, ამ ქალს უკვე ყველა ცნობდა, დადიოდა თავის ცუგასთან ერთად და ძალიან ამაყად ესალმებოდა ყველას. ძაღლის ძალიან მოსიყვარულე იყო. უყვარდათ ერთმანეთი და ეს ქალი პატარა ნამცხვარს თუ სადმე იყიდდა, აუცილებლად ნახევარს გაყოფდა, უნაწილებდა და თავისთვისაც იტოვებდა. აი ასე მეგობრულად, ერთგულად მიდიოდნენ ცხოვრების შარა გზაზე და ასე ერთად ნელ-ნელა ბერდებოდნენ. აი, გადიოდა დრო. ამ ხალხს ძალიან გაუჭირდა და ხანდახან დაჭდებოდა ხოლმე, პატარა ესეთი ძველი საფულე ჰქონდა ხოლმე და კი მოერიდებოდა ხოლმე, მაგრამ ძალიან მორიდებით მოითხოვდა ხოლმე ფულს. ვიღაცა ჩაუყრიდა, შეინახავდა საფულეში, დღეს ჩვენ საჭმელი გვექნება, არი დარდო, ეუბნებოდა თავის ცუგას. მერე წავიდოდა ხოლმე ისევ რაღაცას, იყიდიდა ამ ქადას, ამ პურს, ამ პატარა ყველის ნაჭერს, ისევ იმასაც ესე გაატეხდა და აუცილებლად უნაწილებდა. უცებ ერთ დღეს ცუგამ წამოყო თავი და ხედავს ეს ქალი უცნაურად გდია და ხელში თავისი წამლების ბოთლი უჭირავს, რომლის სუნიც ამ ძაღლმა ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ბოთლი ცარიელი იყო, ეტყობა წამლები გამოელია. მივიდა ცუგა, ეკაჩა, არაფერი არ გამოვიდა, ეს ქალი ეგდო ესე ხელში წამლების ბოთლით. მივიდა, ცუგამ დაყნოსა კიდე ერთხელ ეს წამალი და გავარდა გარეთ, ხან ერთ გამლელს სუნავს, ხან მეორე გამლელს სუნავს ეს გამლელები. წადი ძაღლო იქით, გაიძაღლო იქით, გადი აქედან, ხან ფეხს ურტყავენ, ხან ხელს. ეს ძაღლი არ იმჩნევს, უკვე ბნელდება, უკვე მიხვდა რომ ამ ქალს მოშივდებოდა, სადღაც ურნასთან პურის ნაჭერი იპოვა.
ჩაიდო პირში და მიუტანა დაუგდო. მაგრამ ეს ქალი ისევ ეგდო ესე წამლით ხელში. ცუგა მიხვდა რომ ეს წამალი უნდა ეშოვნა, ოღონდ გაუადვილდებოდა, იმიტომ რომ ძაღლები ხო ყნოსვით აგნებენ ყველაფერს. სიყვარულსაც კი თურმე არ ვიცოდი, ცხვირით გრძნობენ. სიბრაზესაც ცხვირით გრძნობენ. მათი ცხვირი არის ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს ყველანაირ ინფორმაციას. ხო და გავარდა, ავტობუსის გაჩერებასთან დადგა და ეს ცხვირი აწია და სუნავს ყველას და ერთ გოგოსთან მივიდა, ტიკა ცხვირი, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ჩანთაში ამ გოგოს ზუსტად ის წამალი ედო. აცა ამ გოგოს კაბაზე და დაუწყო ქაჩვა. ამ გოგოს ძალიან უყვარდა ძაღლები. მე მგონი სახლშიც ძაღლი ყავდა და მიხვდა, რომ ეს ძაღლი სადღაც ეკაჩებოდა, სადღაც უნდოდა რომ მიეყვანა. კიდევ კარგი, მათი პატარა სარდაფი შორს არ იყო, სულ რაღაც ერთ გაჩერებაზე. მიიყვანა ეს გოგო, შეიყვანა და გოგო რო შევიდა ამ ძაღლთან ერთად, რომელიც ესე ეკაჩებოდა, კი დაღამ წააქცია. ხედავს, რომ ეს ქალი გდია ამ წამლით ხელში. შეხედა ამ შენ რა ჭკვიანი ძაღლი ყოფილხარო, ამოიღო თავისი ჩანთიდან ზუსტად ესეთივე წამალი ძაღლი გაუხარდა. ხო, მიხდი, ხო, შეჭკვიანო. ჩაუდო ამ ქალს პირში, იქვე წყლის ჭიქა ედგა, დაალევინა, ცოტა ყურები დაუზილა, ცოტა მოეფერა და ეს ქალი ცოტა მოსულიერდა ამასობაში ამ გოგომ სასწრაფოში დარეკა, სასწრაფოც მოვიდა, ქალი ჩასვეს მანქანაში, წავიდა ეს სასწრაფო და ძაღლი დარჩა. მაგრამ მიხვდა, რომ არსად არ უნდა წასულიყო. იჯდა სახლში და ელოდებოდა. ყოველ ჯერზე გადიოდა სახლიდან და აუცილებლად ნაჭერი პური, ან ორცხობილა, ან კიდე რასაც იპოვნიდა, ამ ქალის ლოგინთან დებდა. მერე დაწვებოდა და ელოდებოდა. კიდევ კარგი, ეს ქალი კარგად გახდა. ნელა, ძლივს მოვიდა სახლში. ცუგა მიგრძნო იმ წუთშიო, მაგრამ ყეფა არ დაიწყო, იფიქრა არ შევაშინებო. არდა ქალი გაჩერდა კარებთან, გააღო თავისი ძველი ჭრიჭინა კარი და გული გაუჩერდა. სად არის ჩემი ცუგაო? მუთუ მიმატოვაო, ანდა ვინმე მხوار წაიყვანა და სადმე გადაკარგულში ხوار დააგდო. ცუგა ქალს უფრთხილდება, ქალს კიდე გული უსკდება, სად არის ჩემი ძაღლიო. ამ დროს რო შევიდა, ცუგა ახტა და გული წავიდა სიხარული. ჩაიხუტა ეს ქალი, და უთხრა, რომ შენ რო არა, მე ახლა მკვდარი ვიქნებოდიო. შენ გადამარჩინე, შენმა შავმა ცხვირმა გადამარჩინა და აწი ნუ გეშინია, აღარასოდეს ცუდად აღარ გავხდებიო. აწი ბევრი ვისეირნოთო, ჰაერზე ვიაროთო, წამალიც დროზე ვიყიდოთო და ბედნიერად ვიცხოვროთო. შემდეგ დადიოდა ეს ქალი მაღაზიაში, ბაზარში, ნაცნობ შეხვდებოდა თუ არა, თავისი ძაღლის საგმირო საქმეებს უყვებოდა. ყველა იყო აღფრთოვანებული და რა ქნეს იცით? უმეტესობამ ძაღლი მოიყვანა სახლში. ეს ძაღლი კიდე ძალიან ამაყიდარბოდა ხოლმე და მეზობლებს ძაღლები რო გამოყავდათ ახალ დამეგობრებული. ეს იყო ამაკი, იმიტომ რომ იცოდა, რომ ეს მისი დამსახურება იყო. ქალი კიდე მოფერიანდა, გალამაზდა და
მშვიდად განაგრძო ცხოვრება. ბავშვებო, ძალიან გიყვარდეთ ცხოველები. ძალიან მეგობრულები არიან ისინი. დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ვისაც ძაღლი ყავთ, კატა, ან ჩიტი, ან თევზები. ელაპარაკეთ ხოლმე, მოესიყვარულეთ, იმიტომ რომ ამას ისინი ძალიან კარგად გრძნობენ.